დაიწყო ის რაც არის ამ ვიდეოს მთავარი სათქმელი. ქერა ქალი versus კირპიჩი ჩიუჩა და ქეთი. ჩაი არის ჩემი ქეთო. ძალიან გაგიტყვა მგონი შენ მაგასთან ყოფნა და ეტყობა არ უთქვია რომ მე ვარ მაგისი ოფიციალური ცოლი. ტოგზე ქერა გამოდებილებულო ქალო. უჩას სუკიდი ხარ და არ აინტერესებ. მაგ ვიდეოს თუ არ წაშლი ხვალე ვაზის უბლის პოლიციაში შენზე და შოთო სიხარულიძე საჩივრები იწერება უკვე. უჩაიგეთი გამწარებულია. ისეთი საჩივრები უნდა დაგიწეროთ და არასდროს უჩაქეთის თავს არ ანებებს. ეგიცოდეთ, კარგად დაიმახსოვრეთ და ყოველთვის ქეთის გვერდით იქნება. თქვენ იგიჩივლებთ და პასუხისმგებაში წამოყვეთ ვაზის უბლის პოლიციაში ხვალ. ქეთი ეგიდუნაშვილო, შენთვის ჯობია თავი დაანებო უჩას. შვიდად გესაუბრები ხო ხედავ? ის შენი არასოდეს იქნება. უჩა მხოლოდ მე მეკუთვნის და ეს ყველამ უნდა გაიგოს. TikTok-ზე ქერა ქალილო ლაპარაკობს ხალხო. მოდი ემაგან დამანებოი თავი, შემეშვას. მე გარამჭირდება, მე ქეთი არ სოდეს არ უღალატებ, მე ქეთის არ მივატოებ და დავაი დაახვიოი. ჩემი ცხოვრებიდან და მივდივარ პოლიციაში. შოთო სიხარულიძესა და მაგითვინაც. შეგვეშვით, საერთოდ შეგვეშვით, საერთოდ. ცოდოები არიან, მოაგიჟებთ. კომენტარებში წერია მართლა ჯერათო. და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ AI-აო და რაღაცა და. ვერ მიხვდებიან, მაგრამ ამ ჩემ სიტყვებსაც აზრი არ არის. ეს მიმტალღა ისე გორდება, რომ აი შეუძლებელია მე რაც არ უნდა თქვა ხა გია რა, ვინც არ უნდა თქვას, ტალღა სანამ თავის თავს არ ამოწურავს, მანამდე გაგრძელდება და. ქეთის ეს ტრენდი საერთოდ იმხელა ტრენდია, რომ ეგეთი ბევრ ნახვიანი TikTok-ერი საქართველოს არასოდეს არ ყოლია. ვიდეოებში რომ ატვირთავენ ერთ დღეში აქვს 70,000-ზე მეტი გაზიარება. ნახვა და ლაიქი რამდენი აქვს წარმოიდგინე